შვიდგონებაზე ჩვენ მივსჯელებთ ამ შეხვედრის შესახებ ვისაუბრებთ და გავაკეთებთ იმ დასკვნებს სპეციალისტებთან ერთად თუ რა იყო, რა მოხდა დღევანდელ შეხვედრაში, ჯერ ადრეა ალბათ საბოლოო შედეგზე საუბარი, მაგრამ აი ეს გულშემატკივარი კი არის ხალხი, რომელიც ხორვატიიდან ჩამოვიდა და განსაკუთრებით ფეხბურთელებიდან მწვრთნელები იოლ გამარჯვებასაც ელოდა ზოგიერთი მათგანი დღევანდელ შეხვედრაში, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა ნამდვილად არ დაუდეს ტოლი არაფერში და მთელ რიგ ეპიზოდებში გაცილებით კარგათაც გამოიყურებოდნენ. პასი საჯარიმოს მისადგომებთან აქ ბოლომდე ბრძოლა არის საჭირო გოგუა შეინარჩუნა ბურთი შემდეგ კალაძე ხიზანიშვილი დროზეა პასი საჭირო მარჯვენა ფლანგზე შეიძლება აქედან ალბათ შეტევის წარმართვა ჩაწოდება საჯარიმო მოედანზე კიდე უფრო უკან აკეთებს გადაცემას სალუქაძე არ გამოგვივიდა ეს შეტევა ამისულაშვილი შეცდომის დაშვების დრო ნამდვილად არ არის ზუსტი პასია საჭირო კალაძე მარცხენა ფლანგზე თვითონ დაიძრა კალაძე კანკავა ჩაწოდება საჯარიმოში შეიძლება სიტუაციის გამწვევა საჯარიმოშია მართლაც პასი უკან გასვლა გოლ საქართველოს ნაკრებმა გაიტანა 1-0 გოლ ხორვატებს გაუტანეს ბოლო წუთზე 1-0 გოლ დღეს სასაული ხდება მოახერხეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გოლის გატანა დღევანდელ შეხვედრაში განმეორებით კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი მარცვალაძემ წყინვალეს ვითამაშა პასი დარტყმა და კობიაშვილი გატანილი გოლის ავტორი ლევან კობიაშვილი კიდევ ერთხელ ბევრჯერ ნახოთ ეს ეპიზოდი ბევრჯერ ნახოთ 3 წუთი დაამატა საჯმა და 3 წუთი რამენაერად უნდა გაუძლოს 3 წუთი კობიაშვილი გატანილი გოლის ავტორი წინვალე შეტევა ბოლომდე ითამაშეს ქართველმა ფეხბურთელებმა და მოახერხეს აი ესეთი ბრძოლა არის საჭირო ყოველთვის და არ ვიცი სასაული ხდება 3 წუთი დარჩა შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთი უნდა გაუძლოს საქართველოს ნაკრებმა და ისტორიული გამარჯვების მოწმენი გავხდებით გესმით ალბათ რაც ხდება ტრიბუნებზე ხორვატი ფეხბურთელები გადადიან შეტევაზე ფრთხილად თამაშია არ არის ჯარიმა ბოლომდე თამაშია ეხლა საჭირო კიდევ უფრო ფრთხილად ბოლომდე რაც შეიძლება ყველაფერი უნდა გააკეთონ ბიჭებმა რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ გადავა ბურთი ლევიშვილი დროის გაყვანა შეიძლება ყველაფერი შეიძლება ეხლა ლევან კობიაშვილი ეს ლევან კობიაშვილის მე-12 გოლი იყო ეროვნულ ნაკრებში და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. 1-0 საქართველოს ნაკრები იგებს შეხვედრას. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. კიდევ ერთხელ განმეორებით მარცვალაძეს ეკუთვნის ალბათ ნახევარი გოლი მაინც თუ მეტი არა. საოცრება გააკეთა ბოლომდე ითამაშა კიდევ ერთხელ ნახოთ განმეორებით გაუტოვა ბურთი დაუგორა კობიაშვილს რომელმაც დაარტყა მოხდა თუ არა იქ ვინმეს და რა მოხდა აღარა აქვს მნიშვნელობა ბურთი რაც თავარია მეტოქის კარის ბადეში აღმოჩნდა